სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. გარდაცვლილია დედოფლის წყაროს მკვიდრი 3 მცირეწლოვანი შვილის დედა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით და მოტეხილობებით დედოფლის წყაროს და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თვითმხილველების განცხადებით სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მცხოვრებმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მკვეთ მოსახლეებში გადაბრუნდა, რა დროსაც ეგრეთ წოდებულ მინივენის ტიპის ავტომანქანას დაეცა და ზეთქვიშა დააყარა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეოხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე ამგვარი შემთხვევები ხშირია და ტრაილერები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ. მოსახლეობა გზის გაფართოებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრება. დიდი მანქანა ახედან მოდიოდა მარჯვნიდან სისწრაფით მოუხვია და რული უცებაიო კუზავ დაზალა აბა რამდენი ტონა გადაგკელა ზე დააყარა მთელი ისასო ზე დააყარა და სანამ გადაუთხარა სანამ საწყობში ზოგი დაინკრა ერთი გარდაიცვალა ქალი ისეთი სისწრაფით დადიან ეს ტრაილერები რომ არ ვიცი იგი რა ხდება ეს პირველი შემთხვევა კი არ არის თითქმის ყოველ დღე გამოშვებით ავარია ხდება აი სახს უნდა აღება აი თხოვთ მთავრობას აი ხალხი თუ არ და გამოვართ აქციებს გადავუკეტავთ ტრაილერებს გადავუკეტავთ გზას როგორც აუნდო თვითმხილველები ტრაილერი მოდიოდა მაღალი სისწრაფით შემოვიდა საწინააღმდეგო მხარეს და გადაბრუნდა და დაეცა მიკროავტობუსი რა სადაც დაშავდა ხალხი ერთი დაიღუპა და 7 დაშავდა ამის მიზეზად რა ხსოვდება? სწრაფად მომავალი იყო რა დანარჩენი რა ვიცი ალბათ დაადგეს გამოძიება, მაგრამ სავარაუდოდ და როგორც ამბობენ სწრაფად იყო მომავალი. მე მალევე მოვედი არდგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი. რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარება, უბნის ექიმი, საპატრულო პოლიცია, სამაშველო, ყველა მალე მოვიდა აბსოლუტურად, მაგრამ იმ ერთი ადამიანის გადარჩენა აღარ შეიძლება ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი ესევე მკისიერად გადაიყვანეს. სწრაფად დადიან თვითონ აი ამ ტრაილერი ზღოს არ უნდა ივლოს სწრაფად რა, გადმოვიდა საპირისპირო მხარეს და კვლელობა მოხდა კახეთში. დედოფლის წყაროში 55 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით მამაკაცს თავში ბლაგვის საგანი ჩაარტყეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. კვლელობამდე მამაკაცის ოჯახში მეგობრები იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე ბრალდებული პირი დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. წუხელ გავიგე ხმაური რომ ყვიროდა ეს ამისი შვილი და გამოვარდი ეზოში დამხვდნენ და მარტო მაშინ გავიგე რომ მკვდარია. მე გამოვიძახე სასტრაფო. მოვიდა სასტრაფო და დაადგინეს მილიცია და რა ვიცი რომ უკვე მკვდარი იყო. დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობა ჩაირთო, რის შემდეგაც სოფლის მაცხოვრებლებს ქართული ტელეარხების გადაცემების უფასოდ მიღების საშუალება ექნებათ. 22 ქართული ტელეარხის მათ შორის ობიექტივის მაუწყებლობას კომპანია სტერეოპლუსი უზრუნველყოფს. როგორც სტერეოპლუსის გენერალურმა დირექტორმა დავით ძილფიმიანმა განაცხადა, ეს სოფლები ეგრეთ წოდებულ ჭრდილების ზონაში შედიოდა, რის გამოც დამატებითი ანძის დადგმა გახდა აუცილებელი. არბოშიკის ანძიდან სიგნალს მეზობელი სოფლების, ოზაანის, მირზაანის და ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლები შეძლებენ. ტელეარხების გადამცემი არბოშიკში მობილური კომპანიის ანძზე დამონტაჟდა, რის გამოც ჯეოსელსა და სტერეოპლუს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოში, მათ შორის დედოფლის წყაროში, ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობა 2015 წლის სექტემბრიდან ხორციელდება. ოზაანელი ნიჭიერი თამარ ყველაშვილი მაყურებლის მხარდაჭერით SMS ლიდერი გახდა და ფინალში მოხვდა. მის სატელეფონო ნომერზე ყველაზე მეტი ხმა დაფიქსირდა. თამარ ყველაშვილს კიდევ ერთმა ემოციურმა შესრულებამ მაყურებელთა ხმების 45%-იანი მხარდაჭერა და ფინალურ შოუში გარანტირებული ადგილი მოუტანა.
ჟიურის შეფასებით თამარ ყოლაშვილს ფინალშიც ერთ-ერთი მაღალი შანსები აქვს და არ გამორიცხავენ იჭერიც ლევანდელი სეზონის გამარჯვებული სწორად ის გახდეს. დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ოზანში მცხოვრებმა თამარ ყოლაშვილმა სიმღერა შვილის ავადმყოფობის გამო დაიწყო. ახალგაზრდების რჩევით კი მეგაშოუში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდა, სადაც ჟიურის მოხიბლა არაერთხელ შეძლო. ოზანში ჩამოვედი 2 წელზე ცოტა მეტია. გინეთვალე მოцხოვდეთ. მოцხოვ ჩემი სიყვარული. ხო? ბუთქუნი. იმიტომ რომ ეს იყო პირველი რაც ჯერდებოდა ჩემს შვილს შემოყადი. დედუკა. ძალიან ბევრი ამ დაავადების მქონე მშობელი მირეკავს, რომ ჩვენ მქონდა ხელი, ფარხმალი დაყრილი და ესე ვიცხოვრობდით უკვე და შევეგუეთბეც და აი ხა მივხვდით, რომ თურმე არასოდეს არაფერზე არ უნდა დაიხიო უკან და ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო და ესეთი დედებისთვის კიდე ძალიან ბევრი გამიკეთებია თურმე თვითონ წერენ ესე. სოფელზანში ჩასვლის შემდეგ არნელის არსებო წყარო უკვე აღარ მქონდა, ყველაფერი დამთავრდა ჩემთვის აქ სამსახურებრივად. მივხვდი რომ მჭირდებოდა რაღაც შემოსავალი. თან გამომდინარე რომ დათუნა არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მე გავსულიყავი სადმე მუშავა. დავიწყე ფიქრი რა გამეკეთებინა და ამიტომ გადავწყვიტე რომ სახლში მიიღო მოსწავლეები. მე ვარ ოზანიდან. აი ჩავწეროთ აქ რაღაც. ეს შეხედეთ ახლა როგორი პოზიცია აქვს. სად არის გრაფა? რომ სადღაც იქ წერია, ხო? ეი. ანუ რა ასოს წერთ ახლა? ეი. კი ბატონო, გადი ბოლომდე და მე გადავიდე. ყველა შეჩვეულია, რომ ჩვენ 3 მეცადი გავთხოვეს. ერთადერთი ოცნება მაქვს და სულ სიზმარში ვხედავ ჩემ ოცნებას. ეს არის რომ ჩემი შვილი დადის და მელაპარაკება. როდის უნდა ირბინო ამ ეზოში, დედი? როდის უნდა ითამაშო ფეხბურთი ბავშვებთან ერთად, ბუთქო? მალე? მალე დედი. ეთერშია კახეთის საათი, სტუდიაში ილია მარტყოფლიშვილი და ჩვენი მთავარი თემაც როგორც გასულ გადაცემაში დღესაც იქნება რეგიონიდან